პრინციპული პოზიცია და ეს მოახსენეთ ყველას, რომ ეს იქნება ძალიან დიდი უსამართლობა და დარწმუნებულად რომ ევროპის საბჭო ამას არ გააკეთებს, ვინაიდან საქართველოს რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან, როდესაც რუსეთი არ ასრულებს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებებს ოკუპაციასთან დაკავშირებით, როდესაც ევროსაბჭოს მოხსენებლები აკეთებენ იმ ძალიან მწვავე განცხადებას, რომელიც გააკეთეს საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე სამუშაოების თაობაზე და როდესაც ეს ყველაფერი არ სრულდება და სანქცია არ ეკისრება რუსეთს, საქართველოს რომელიც ასრულებს თავის კანონმდებლობას და უარსეუბნება რუსეთის პარლამენტის წევრ საქართველოს შემოსვლაზე არ შეიძლება იყოს დასჯილი. ეს იქნება ჩემი აზრით გათვალისწინებული ყველას მიერ აქ. ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ ევროსაბჭოს ეგიდით საქართველოში ყველა ღონისძიება ჩატარდეს შეუფერხებლად, მაგრამ ასევე გამოვთქვით რწმენა იმისა, რომ ევროსაბჭო მისი ხელმძღვანელები, სხვადასხვა ფრაქციების ხელმძღვანელები ასევე მიიღებენ ყველა ზომას, რომ განუხრელად იქნეს საქართველოს სუვერენიტეტი დაცული და საქართველოს ინტერესები, კანონიერი ინტერესები დაცული. ეს საკითხი განსახილველად გადაიდო ნოემბრისთვის, ამიტომ უახლოეს დღეებში ამ თემაზე ევროსაბჭოს ეგიდით რაიმე განხილვა ან გადაწყვეტილების მიღება გამორიცხულია. ნოემბრის ბოლოს ვენაში მოხდება ამ საკითხის განხილვა და ჩვენ სტატუტნა გამოვთქვით, რომ ჩვენი პოზიცია კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ დავიცვათ და დავადასტუროთ, რომ ველით საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაგებას. კიდევ მეორე მე დარწმუნებული ვარ. ჩამოდის ოქტომბერში, როგორც იცით, და შეეხება თუ არა იგივე შეზღუდვა